მეგობრებო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. უკვე ეს არის მესამე ვიდეო Google Ads კურსის ფარგლებში, რომელშიც შევქმნით უშუალოდ სარეკლამო ანგარიშს Google Ads-ის. წინა ვიდეოში შევქმნით მენეჯერული აკაუნტი, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ YouTube ახალი კანტოზე. აქ არის უკვე ატვირთული ორი ვიდეო. პირველში ვსაუბრობ ზოგადად სილაბუსზე, მეორეში ვსაუბრობ როგორ იქნება მენეჯერული აკაუნტი. ამ ეტაპზე, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, უშუალოდ გავივლით აკაუნტების მხარეს. შევქმნით ახალ სარეკლამო ანგარიშს და, შესაბამისად დაუკავშირდება ეს აკაუნტი უკვე ჩვენ მენეჯერულ აკაუნტს. ამისთვის ძალიან მარტივად ვაჭერთ უბრალოდ მენეჯერულ აკაუნტზე შევდივართ, მე გადავდივართ აკაუნტებში და ვაჭერთ create new account. ამის დაჭერის შემდგომ ჩვეულებრივად გავივლით ამ კაპჩას ძალიან მარტივად next. გთხოვთ ვერიფიკაციას, ამასაც ძალიან მარტივად გავივლით ტელეფონის დახმარებით. დავდივართ ვერიფიკაციას, მე ისევ შევდივართ აქ create new account, უბრალოდ ვაგია, არ მიაქციოთ ყურადღება, ისევ გავდივართ კაპჩას next და ამის შემდგომ გადავყავართ უშუალოდ პირველი კამპანიის გაკეთებას. ძალიან მარტივად, შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენი დომეინი. აქ უბრალოდ ეს არის optional, ჩვეულებრივად გავდივართ ამ სტეპებს, ეს არ არის აუცილებელი, ზოგიერთ აკაუნტს რო ქმნით, მაშინ არ გთხოვთ რაღაც პირველი აკაუნტის შექმნას, მაგრამ ზოგიერთ აკაუნტზე ეს სავალდებულოა, უბრალოდ უნდა გავიაროთ, შეგვიძლია ესე დავსკიპოთ ყველაფერი, ვაჭერთ skip. ანუ სატესტოდ გვაკეთებინებს პირველ კამპანიას, რომ ფუნქციონალში გავერკვიოთ. შეგვიძლია ეს კამპანია ავაწყოთ და მერე წავშალოთ, შეგვიძლია ესე დავსკიპოთ ყველაფერი. აი გადაგვიყვანა პირველ კამპანიაზე, აქაც ისე ვაჭერთ next, რასაც გვიწითლებს, თუ გვიწითლებს, უბრალოდ ვავსებთ რანდომად, მერე მაინც წავშალთ ამ აკაუნტს, არაფერზე არ იდართ. გადავედით ედის ნაწილზე, აქაც ანალოგიურად ვიქცევით, ვაჭერთ უბრალოდ next ყველაფერს, არაფერზე არ ვჩერდებით დიდი ხნის განმავლობაში. კი ბატონო, აქაც უბრალოდ ვავსებთ ნებისმიერ headline-ებს, არ არის მნიშვნელობა, განმეორდები ამ კამპანიას მაინც წავშლით, ეს არის უბრალოდ სატესტო კამპანიას, სადაც გვიწითლებთ, უბრალოდ ვავსებთ ამ ნაწილებს, რომ გავკვატაროთ შემდეგ steps. ველოდებით, აქაც უბრალოდ ვაჭერთ next. გადავდივართ შემდეგ სტეპზე, უბრალოდ ვაყენებთ ნებისმიერ custom widgets, გადავდივართ next. რაც შეეხება ამ ნაწილს, აქ აუცილებლად უნდა მივაბად ბარათის გარეშე კამპანია არ ეშვება Google Ads-ზე, ბარათის მიბმისას უბრალოდ სატესტო ტრანზაქცია მოგივათ. თქვენ ბარათზე ჩამოვაჭრეთ რაღაც თანხას და შემდგომ რაღაც პერიოდის განმავლობაში დაგიბრუნებთ უკან. ამაზე არ იდაროთ. ჩვეულებრივად ძალიან მარტივად, აქ გთხოვს ბიზნეს პროფილის შევსებას და ვწერთ უბრალოდ სახელს, თუ ჩვენი პირადი კომპანიიდან ვაპირებთ, რომ Google Ads-ის აკაუნტი ვაწარმოოთ და გადახდები ყველაფერი ჩვენ პირად ბიზნესზე მოდის, ჩვეულებრივად ვავსებთ ჩვენ ბიზნესზე. სახელი ალიკანტო digital, შეგვიძლია თბილისის მისამართი მივეთითოთ, თბილისი იყოს დავუშვათ უბრალოდ. ეს optional არის, რავი, ნებისმიერ კოდს დავქოვდი. თბილისი ბიზნეს პროფაილს ვქნით უბრალოდ. ერთ-ერთი აქ რაც უნდა გაითვალისწინოთ, სავარაუდოდ რეკლამირების რაღაც მომენტის შემდგომ მოგთხოვთ advertiser-ის ვერიფიკაციას და ვერიფიკაციაში დაგჭირდებათ იდენტიფიცირება ამ მომხმარებლის, რომელიც აქ არის შეყვანილი. მაგალითად, თუ თქვენ შეიყვანეთ თქვენი პირადი მონაცემები, სახელი, გვარი, დაგჭირდება შემდგომ ვერიფიკაციისთვის სავარაუდოდ პირადობის მოწვევა, მართვის მოწვევა და ასე შემდეგ. ეს უნდა გაითვალისწინოთ და ჩვეულებრივად ვამატებთ ჩვენ ბარათს. როგორც ვთქვი, $10 ტრანზაქცია შემოვა და მერე დაბრუნდება ერთი კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივად ვაჭერთ აქ, შემდგომ პლუს და ვამატებთ ჩვენი ბარათის მონაცემებს. ამას გავამატებთ და ვასეივებთ ჩვენ ბარათს. ბარათი დამატებულია ჩვეულებრივად. როგორც ვთქვი, ვაჭერთ saves, ბარათი გამოჩნდება აქ, რომ წარმატებით მიება. ჩვენ ჩამოვდივართ უბრალოდ ტიპსები რო არ გვინდა Google Ads-ისგან, ამას ნიშნავთ, პრომოფერები რო არ გვინდა და ჩვეულებრივად ყველაზე მარტივი აქაც ვიღებთ რაღაც პოლიტიკურ ედებს თუ არ უშვებთ, უნდა მოვიშვათ უბრალოდ და მოვჭრით. ვასაბმითებთ ჩვენ პირველ კამპანიას იდეაში, ველოდებით 2 წუთი და ჩაგვეტვირთვა ჩვენი Ads აკაუნტი იდეაში. ის კამპანია, რომელსაც ვაწყობდით აქ ჩანს, ამ კამპანიას უბრალოდ ჩავთიშავთ ესე, ვარიმოვებთ, რომ არაფერი არ დაიხარჯოს, როგორც ვთქვი, რენდომად აწყობილი კამპანია და ჩვეულებრივად გავაჭეროთ, წავშალოთ, რომ არანაირი ხარჯი არ გქონდეს. იდეაში ეგ არის, ეს არის ჩვენი სარეკლამო ანგარიში, სრულიად სარიელი, სადაც ყველანაირი ფუნქცია გვაქვს უკვე სახს დილით. შეგვიძლია რაღაცები გავტესტოთ, რაღაცები ვნახოთ. ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება სამშემდგომი ვიდეო გამოვა, თუ შექმნით ამ Ads ანგარიშს. შეხვიდეთ და რაღაცები ნახოთ. თქვენ თვითონ უბრალოდ დააჭიროთ რაღაცებში შეხვიდეთ, იმიტომ რომ პროცესში გაერკვევით, რაღაცას ნახავთ. შეიძლება რაღაც საინტერესო ადგილს მიაგნოთ, ასევე ხაზს გაუსვავ, რომ
Discord channel-ში შემოგვიერთდეთ. Discord channel-ი გვაქვს აგერ აღნიშნული, შეგიძლიათ პირდაპირ გადმოხვიდეთ. ამ Discord channel-ში დასვათ კითხვები, მაგალითად თუ რაიმე ფუნქციონალი ნახეთ აქ საინტერესო და ვერ მიხვდით რისთვის არის, შეგიძლიათ Discord channel-ში იკითხოთ და შევეცდები მაქსიმალურად სწრაფად გაგცეთ პასუხი. ასევე გავმეორდები, რომ ამ Discord channel-ში ნელ-ნელა სხვა თემები როცა გამოვა, უკვე ვიდეოები და ცოტა კომპლექსური თემატიკის ვიდეოები იქნება, გართულდება რაღაც თემები, ზუსტად ამ Discord არხში განვიხილავთ ამ თემებს. რა კითხვებიც გაგიჩნდებათ პროცესის განმავლობაში, იმას გავივლით, სხვა მომხმარებლებიც დაგეხმარებიან, სხვა ჩატის წევრებიც და მეც შევეცდები მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული. მოკლედ, სულ ეს იყო Google-ის ანგარიშთან დაკავშირებით. შემდგომი ვიდეო უკვე უფრო საინტერესო იქნება, გადავალთ საკვანძო სიტყვებზე, სხვა თემებს განვიხილავთ და უფრო პრაქტიკული და საინტერესო ტექნიკური გაკვეთილი იქნება. ხეშად რო ვთქვა, ეს ვიდეო დაიდება ჩვეულებრივად YouTube არხზე, გამოიწერეთ არხი და ადევნეთ მომავალ ვიდეოებს. მადლობა, ნახვამდის.